დღევანდელ სამყაროში ჩვენს გარშემო უამრავი ხმაურიანი კონფლიქტია. მაგრამ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნები ხშირად ხმელეთზე კი არა, ოკეანეებში, ვიწრო საზღვაო გზებისათვის ჩუმად იბრძვიან. წარმოიდგინეთ, აზია და ამერიკის კონტინენტები კაცობრიობის დაახლოებით 75%-ს აერთიანებს. ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში კი მსოფლიო ვაჭრობის 60%-ზე მეტი გადაადგილდება. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიო პოლიტიკის სამი მთავარი მოთამაშეც: ჩინეთი, შეერთებული შტატები და სწრაფად მზარდი ინდოეთი. ამ დიდ ძალებს შორის არსებულ საზღვაო მარშრუტებზე კი მდებარეობს მრავალი choke point-ი. ანუ ის სტრატეგიული გეოგრაფიული სრუტეები, ყურეები თუ არხები, რომლებიც ქმნიან მსოფლიო ვაჭრობის არტერიებს. მათზე კონტროლი კი ნიშნავს გეოეკონომიკურ ძალაუფლებას. წინა ვიდეოში უკვე განვიხილეთ სპარსეთის ყურიდან ხმელთაშუა ზღვისაკენ მიმავალ გზაზე არსებული მსგავსი წინაღობები, რომელიც ამ ეპიზოდის ბოლოს ამონათდება, ამიტომ აუცილებლად ბოლომდე გვიყურეთ. დღეს კი საუბარს ვაგრძელებთ ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში მდებარე სტრატეგიულ კვანძებზე. სად წყდება მსოფლიო ეკონომიკის ბედი? ვინ აკონტროლებს ყველაზე დატვირთულ საზღვაო მარშრუტებს და როგორ აისახება სავაჭრო ინტერესები დიდი ძალების დაპირისპირებაში? შემოწმე ხართ თუ არა ჩემი გამომწერი და დავიწყოთ. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. ეს სინგაპურია, აზიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც საქართველოზე თითქმის 100-ჯერ პატარა კუნძულზეა გაშენებული. მას არ აქვს დიდი რაოდენობით ნავთობი, არც გაზი, არც კრიტიკული მინერალები და არც ფართო ტერიტორია. და მაინც, თუ გიფიქრიათ, როგორ შეძლო ასეთმა პატარა ერთეულმა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნად ჩამოყალიბება. ძირითადად მდებარეობით, სინგაპური დგას მალაკას სრუტეზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო choke point-ზე მსოფლიოში. ეს არის ვიწრო საზღვაო გზა, რომელიც ინდოეთის ოკეანეს წყნარ ოკეანესთან აკავშირებს და ფაქტობრივად კონტინენტთა შორის ვაჭრობას აერთიანებს. სწორედ აქ გადის მსოფლიო საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით 30-40%, მათ შორის ჩინეთის ნავთობის იმპორტის თითქმის 80%. ამ სრუტეში ყოველწლიურად 100,000-მდე გემი გადაადგილდება, მხოლოდ სინგაპურის პორტი კი წელიწადში 600 მილიონ ტონაზე მეტ ტვირთს ამუშავებს. მალაკას სრუტეზე ასეთ უპრეცედენტო მოთხოვნას ერთი მარტივი მიზეზი აქვს. ის არის ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებს შორის მდებარე უმოკლესი საზღვაო მარშრუტი. ალტერნატიული გზა, ინდონეზიის სუნდას სრუტე, დაახლოებით 1000 კილომეტრით გრძელია. დროისა და ხარჯების შემცირების მიზნით კი ლოჯისტიკური კომპანიები მალაკას სრუტეს ამჯობინებენ. ამ კონტექსტში ადვილად გასაგებია სინგაპურისა და შეერთებული შტატების პარტნიორობაც. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურსა და შეერთებულ შტატებს შორის ოფიციალური თავდაცვის ხელშეკრულება არ არსებობს, სინგაპური წლების განმავლობაში აძლევს ამერიკულ სამხედრო ხომალდებსა და ავიაციას წვდომას საკუთარ პორტებზე, ბაზებსა თუ საჰაერო სივრცეზე. მაგალითად, შეერთებულ შტატებს ჩანგის საზღვაო ბაზაზე განთავსებული ყავს LCS-ის ტიპის მცირე ზომის, სწრაფი და მაღალტექნოლოგიური სამხედრო ხომალდები, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი ვიწრო საზღვაო გზებისა და სტრატეგიული choke point-ების მონიტორინგისათვის. სინგაპურის სამხედრო ობიექტებიდან ვაშინგტონი ასევე პეკინის აქტივობებსაც აკვირდება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რასაც მოგვიანებით დაუბრუნდებით. მალაკას სტრატეგიულობისა და ამერიკული საზღვაო გავლენის გამო ჩინელები ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან ალაპარაკდნენ მალაკას დილემაზე. მართალია მალაკას სრუტის ამერიკული ბლოკადა ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიაა, მაგრამ პეკინისათვის ეჭვიც კი საკმარისია ზომების მისაღებად. მოგიხსენებათ, ჩინეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი გავლენა მთლიანად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, როგორც ალტერნატიული მარშრუტების შექმნით, ისე სამხედრო და ეკონომიკური წნეხის გაზრდით რეგიონში და აი რატო. თუმცა სანამ ამაზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი ცნობისთვის, რადგან ჩვენი დამოუკიდებელი ინიციატივა მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით ფუნქციონირებს. სამხრეთ ჩინეთის ზღვა, როგორც მაყურებელმა უკვე ამ ვიდეოდან კარგად იცის, მსოფლიოში ყველაზე სადაო და გეოპოლიტიკურად სტრატეგიული საზღვაო ზონაა. სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე გადის მსოფლიო საზღვაო ვაჭრობის მეოთხედი, რაც ნიშნავს წლიურად 5.3 ტრილიონი დოლარის ღირებულების საქონელს. ამ ტვირთების 20% კი შეერთებული შტატებისაკენ მიემართება. ამ ზღვაში გადაადგილდება გლობალური ნედლი ნავთობის თითქმის ნახევარიც. სამხრეთ ჩინეთის ზღვის ფსკერზე დადასტურებული მონაცემებით მოიპოვება 5 ტრილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი და დაახლოებით 11 მილიარდი ბარელი ნავთობი, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ აღმოსაჩენია.
ამას ემატება თევზჭერა, რომელზეც დამოკიდებულია რეგიონის ასობით მილიონი მაცხოვრებელი. პეკინს კი პრეტენზია აქვს, რომ მას ამ ზღვის 90% ეკუთვნის თავისი რესურსებით და კუნძულებით. მაგრამ ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ ამ ზღვას ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებიც ესაზღვრება. ამიტომ თავისი ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ ტაივანს, ვიეტნამს, მალაიზიას, ბრუნეის და ფილიპინებსაც. ისინი ერთმანეთს ედავებიან ამ ზღვაში მდებარე თითოეულ პატარა კლდესა და რიფს. თუმცა ძირითადი კონფლიქტი კონცენტრირებულია ორ კუნძულოვან არქიპელაგზე. სამხრეთ ნაწილში სპრატლის კუნძულებს ვერ იყოფენ ჩინეთი, ტაივანი, ვიეტნამი, ფილიპინები, მალაიზია და ბრუნეი, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში პარასელის კუნძულებზე დაობენ ჩინეთი, ტაივანი და ვიეტნამი. ჩინეთის მტკიცებით მას ეს ყველაფერი ისტორიულად ეკუთვნის. 1947 წელს ჩინელმა კარტოგრაფმა ძველ საზღვაო რუკებსა და ისტორიულ ნარატივებზე დაყრდნობით ჩინეთის საკუთრება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში 11 ხაზით შემოფარგლა. მოგვიანებით, როცა მაო ძედუნმა ტონკინის ყურე ვიეტნამს გადასცა, ამ 11 ხაზს 2 ხაზი მოაკლდა და დარჩა 9 ხაზიანი მონაკვეთი. ეს 9 ხაზი კი დღემდე ჩინეთის საზღვაო პრეტენზიების ცენტრალური ელემენტია. 2013 წელს ფილიპინებმა ჩინეთის საწინააღმდეგოდ სარჩელიც კი შეიტანა ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, ხოლო 2016 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ ჩინეთის 9 ხაზიან მონაკვეთს იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. თუმცა ამ გადაწყვეტილებას პეკინი არ შეუჩერებია. ამის შემდეგ ჩინეთმა დაიწყო კლდეებისა და რიფების დაკავება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ზოგ შემთხვევაში ხელოვნური კუნძულების მშენებლობაც. 2013 წლიდან დაახლოებით 13 მილიონი კვადრატული მეტრი ახალი მიწა შეიქმნა რეგიონში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩინეთის სამხედრო და ადმინისტრაციულ კონტროლს. ჩინეთთან ერთად ხელოვნურ კუნძულებს აშენებს ვიეტნამიც, რაც გვანიშნებს, რომ სხვა ქვეყნები არაპირებენ ჩინეთის ქმედებებს გულხელ დაკრეფილმა უყურონ. ჩინეთის გაძლიერება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში განსაკუთრებულად არ აწყობს შეერთებულ შტატებს. ტრამპის ადმინისტრაციის უსაფრთხოების სტრატეგიაში ხაზგასმით წერია, რომ ვაშინგტონისათვის პრიორიტეტია სავაჭრო გზების გამავლობა და ამ ზღვაში შეერთებული შტატები არ დაუშვებს რომელიმე ერთი ძალის გაბატონებას. ვაშინგტონს ტრამპის ადმინისტრაციამდეც მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა. 2015 წლიდან შეერთებული შტატები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ატარებს ნავიგაციის თავისუფლების ოპერაციებს, FONOPS, რაც გულისხმობს ამერიკული სამხედრო გემებისა და ავიაციის მიზანმიმართულ გავლას იქ, სადაც ჩინეთი სუვერენიტეტს აცხადებს ან უცხო ქვეყნების გადაადგილებას ზღუდავს. ამ ოპერაციებით ვაშინგტონი იცავს ნავიგაციის თავისუფლებას და მკაფიო სიგნალს უგზავნის ჩინეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა ვერ იქნება ვერცერთი ძალის ექსკლუზიური სივრცე. ამასთან ერთად შეერთებულ შტატებს რეგიონში ყავს მჭიდრო სამხედრო მოკავშირეები: იაპონია, სამხრეთ კორეა და ფილიპინები, რომლებიც სამხრეთ ჩინეთის ზღვის გადაზიდვებზე პირდაპირ არიან დამოკიდებულები. ვაშინგტონს თითოეულთან გაფორმებული აქვს ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება, რაც ნიშნავს, რომ თუ ამ ქვეყნებს სამხედრო საფრთხე შეექმნებათ, მათ დაცვაში შეერთებული შტატები ჩაერთვება. ფაქტიურად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წყდება ვინ აკონტროლებს აზიის სავაჭრო არტერიებს. მაგრამ ყველა ტვირთის დანიშნულების ადგილი აზია არ არის. მათი დიდი ნაწილი უნდა მოხვდეს ამერიკის ბაზარზე და როცა აზიიდან ამერიკისაკენ მიდიხარ და პირიქით, ვერ ასწდები კიდევ ერთ სტრატეგიულ წერტილს – პანამის არხს. პანამის არხი ერთადერთი ხელოვნური გამყოფია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებს შორის. ანუ ბუნებრივად ეს კონტინენტები ერთმანეთს ხმელეთითებ მისდა, რომ არა პანამის არხი კონტინენტების აღმოსავლეთ ნაწილზე მოსახვედრად გემებს მთლიანად სამხრეთ ამერიკის შემოვლა მოუწევდათ დრეიკის სრუტით ან ჩრდილოეთ ამერიკის ბერინგის სრუტით. გარდა იმისა, რომ ეს ორი ალტერნატიული მარშრუტი ძალიან გრძელია, რაც ზრდის გადაზიდვის დროსა და საფასურს, ორივე სრუტე მსოფლიოში ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა გემებისათვის. ბერინგის სრუტე ძნელად გაუვალია არქტიკული ყინულის, სიღრმის სიმცირის, ხშირი ნისლისა და მკაცრი ამინდის გამო, ხოლო დრეიკის სრუტე ძლიერი ოკეანური დინებების, უკიდურესად მაღალი ტალღებისა და დაუცველი ღია გეოგრაფიის გამო. შესაბამისად, პანამის არხი არის იდეალური გამოსავალი, რომელიც შეერთებული შტატების დაკვეთით აშენდა.
ამის გამო არხი ვაშინგტონის კონტროლის ქვეშ თითქმის მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე იყო და განსაკუთრებულ როლს ასრულებდა როგორც მეორე მსოფლიო ომის, ისე ცივი ომის პერიოდში, როდესაც შეერთებული შტატები მას სამხედრო და სტრატეგიული მიზნებისათვის იყენებდა. თუმცა 1967 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა პანამასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი და არხი მე-20 საუკუნის ბოლოს პანამის მმართველობაში გადავიდა. სწორედ ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს დონალდ ტრამპი და ამბობს, რომ პანამის არხი შეერთებულ შტატებს უნდა დაუბრუნდეს. The Panama Canal was built by Americans for Americans, not for others, but others could use it. პანამის არხი შეერთებული შტატებისათვის არის სავაჭრო არტერია, ხოლო პანამისათვის უკიდურესად მომგებიანი მონოპოლია. აქ გამავალი გემების 70% ან შტატებისაკენ მიდის, ან იქიდან მოდის. 2024 წელს კი მისი შემოსავალი $5 მილიარდ აღემატებოდა. ამის 70% იყო წმინდა მოგება. იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს სხვა მოკლე საზღვაო გზა წყნარი ოკეანიდან ატლანტის ოკეანეში მოსახვედრად, პანამის არხის მმართველობა შეუძლია ფასები თავად დაადგინოს, რაც პირდაპირ ურტყამს ამერიკის ეკონომიკას. მაგალითად, საშუალო ზომის სატვირთო გემის სატრანზიტო ღირებულება დაახლოებით $280,000 ამერიკული დოლარია. დიდი ნავთობის გადამზიდისათვის კი საფასური ხან $9 მილიონ აღემატება. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. პანამის არხზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ 2023 წელს, როცა არხში წყლის დონემ დაიწია, გემები თვეობით ელოდებოდნენ სატრანზიტო რიგს. ამ დროს პანამამ შემოიღო აუქციონის სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ რომელი კომპანიაც უფრო მეც გადაიხდიდა, იმის გემი გაივლიდა ურიგოდ. ერთ-ერთმა გადამზიდმა $4 მილიონი ამერიკული დოლარიც კი გადაიხადა არხის ურიგოდ გავლაში. სწორედ ამიტომ დონალდ ტრამპი პანამის ხელისუფლებასა და არხის მმართველობას ადანაშაულებს ამერიკული გემებისათვის ზედმეტად მაღალი ტარიფების დაწესებაში. მაგრამ ტრამპისათვის საფასურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი – ჩინეთი. პანამის არხის ერთ ბოლოში მდებარეობს კრისტობალის პორტი, ხოლო მეორე ბოლოში ბალბოას პორტი, რომლებსაც ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანია მართავს. თუმცა 2026 წლის 30 იანვარს პანამის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ კომპანიის საქმიანობა არაკონსტიტუციურია, რასაც ექსპერტები ამერიკის ზეწოლას უკავშირებენ. დასავლეთ ნახევარსფეროში ჩინეთის და ნებისმიერი სხვა უცხო ძალის გავლენის შეზღუდვა ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია. ამიტომ ვაშინგტონს არ აწყობს არც ერთი ისეთი კომპანიის შესვლა რეგიონში, რომელზე გავლენის ბერკეტებსაც პეკინი შეიძლება ფლობდეს. ჩინეთის კანონმდებლობით, კერძო კომპანიები ვალდებულები არიან ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ეს ტერმინი კი შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ რამეს, რასაც პეკინი თავის ინტერესად აღიქვამს. ოფიციალურად პანამის არხი არის ნეიტრალური და მისი გამოყენება არ შეიძლება სამხედრო ოპერაციებისათვის, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვან ბერკეტად ითვლება დიდი ძალების დაპირისპირებაში. და სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰონგ-კონგურ კომპანიას ჩაანაცვლებს დანიური მაერსკის შვილობილი APM ტერმინალსი. ამ სიახლეს კი ტრამპის ადმინისტრაციის გამარჯვებად აღიქვამენ. თუმცა თქვენი აზრი ტრადიციულად კომენტარებში გამიზიარეთ. სოფლიო საზღვაო ვაჭრობა სულ რამდენიმე კრიტიკულ choke points-ია დამოკიდებული, რომელთა უსაფრთხოებასა და გამტარიანობასაც დიდი ძალები მედგრად იცავენ. ამ ვიდეოში ვისაუბრე ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში მდებარე სავაჭრო არტერიებზე, ხოლო თუ გაინტერესებთ ხმელთაშუა და შავი ზღვისკენ მიმავალ მარშრუტებზე მდებარე მთავარი საზღვაო სტრატეგიული წერტილები, არ გამოტოვოთ ვიდეო, რომელიც ამ ეპიზოდის ბოლოს ამონათდება. მსოფლიოში მოვლენები სწრაფად ვითარდება და ცნობისთვის მათ ანალიზს უკვე წელიწადზე მეტი აქ თავაზობთ. მაგრამ როგორ უნდა ამოარჩიოთ ამდენ ინფორმაციაში თქვენთვის საინტერესო ამბები? ამისათვის ეწვიეთ ჩვენს ინტეგრირებულ ვებგვერდს fyigeo.com-ს. ჩვენი საძიებო სისტემით ერთ სივრცეში შეგიძლიათ იპოვოთ ვიდეოც, სტატიაც და აუდიო ვერსიაც თქვენთვის სასურველ თემაზე. უფრო მრავალფეროვანი კონტენტისთვის კი გამომყევით Instagram-ზე, TikTok-ზე და Spotify-ზე. მისამართი ყველგან იგივეა FYI, ანუ ცნობისთვის ინგლისურად შემოკლებით და GEO, საქართველოს და გეოპოლიტიკის აბრევიატურა. მადლობა ერთგულ მაყურებელს, დაპირებულ ვიდეოს კი გიტოვებთ აქ. მანამდე არ დაგავიწყდეთ გამოწერის ღილაკზე დაჭერა. აი აქ.